მოგესალმებით ჩემს გამომწერებს და სტუმრებს არხზე Vox Universum, მე ვარ სხივი, მადლობა უკუ კავშირისთვის, თქვენი მოწონებებისთვის და კომენტარებისთვის და განსაკუთრებული მადლობა არხის გამომწერებს ერთგულებისთვის. დღეს გთავაზობთ 2026 წლის ივლისის ტაროსკოპს თევზებისთვის. ნახოთ თვის ძირითადი ფონური ენერგია. და გაშლის ბოლოს ნახოთ რა რჩევას მოგცემთ სამყარო. ასევე შევეხოთ ცხოვრების სამნიშნელოვან სფეროს, ეს არის პირადი ცხოვრება და სასიყვარულო ურთიერთობები, საქმიანი სფერო და თვითრეალიზება, ფინანსური შესაძლებლობები. დავიწყოთ, ნახოთ თვის ფონური ენერგია, კვერთხების რაინდი, ივლისის განმავლობაში იგრძნობთ ძალების მოზღვავებას, ენთუზიაზმს, გექნებათ მოტივაცია და სურვილი, რომ მეტად იმოქმედოთ და მეტად გამოავლინოთ საკუთარი თავი, შესაძლებელია დაიწყოთ იმ ჩანაფიქრების რეალიზება, რომლებიც აქამდე გადადებული გქონდათ, ან წამოიწყოთ სრულიად ახალი პროექტები. ამ პერიოდში ასევე მოგინდებათ მოგზაურობა, გექნებათ კომუნიკაციის გადაჭარბებული მოთხოვნილება, შეიძლება ხშირად აღმოჩნდეთ ხალხმრავალ ადგილებში, ასევე შესაძლებელია ერთდროულად ბევრ საქმეს მოგიდოთ ხელი და გქონდეთ განცდა, რომ ყველაფერს მოერევით. თუმცა მნიშვნელოვანია ის შინაგანი ენერგია, რომელიც უხვად გექნებათ ამ პერიოდში, მიმართოთ სწორი მიმართულებით. კონცენტრირდეთ ყველაზე საჭირო საკითხებზე და კეთილგონივრულად გაანაწილოთ დრო. ეცადეთ არ გაიფანტოთ და ყურადღება გაამახვილოთ იმ მიზნებზე, რომლებიც თქვენთვის რეალურად მნიშვნელოვანია. ამ შემთხვევაში შეძლებთ დასახული მიზნების მიღწევას და პერიოდის ბოლოს კმაყოფილიც დარჩებით მიღებული შედეგებით. ამ პერიოდში განსაკუთრებით პოზიტიურად იმოქმედებს თქვენზე ფიზიკური აქტივობა, სირბილი, ცურვა, ზოგადად სპორტი, ეს დაგეხმარებათ ენერგიის ჯანსაღად განტვირთვაში და ხელს შეუწყობს თქვენს ფიზიკურ კეთილდღეობასაც. ასევე ეცადეთ მეტი დრო გაატაროთ ბუნებაში, ისუნთქოთ სუფთა ჰაერი და შესაძლებლობის მიხედვით იკონტაქტოთ წყალთან. ეს დაგეხმარებათ შინაგანი ბალანსის შენარჩუნებაში და ენერგიის სწორად გადანაწილებაში. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ენერგია თქვენი პირადი ცხოვრების და სასიყვარულო ურთიერთობების სფეროში. კვერთხების ტუზი, პირადი ურთიერთობების სფეროშიც გააქტიურდებით, იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას, შესაძლებელია ამის მიზეზი იყოს ახალი ნაცნობობაც, თუმცა უკვე არსებულ ურთიერთობაშიც მოიმატებს ემოციური და ფიზიკური ლტოლვა, გექნებათ სიახლეების და ურთიერთობის გაცოცხლების უდიდესი სურვილი. შესაძლებელია ასეთმა იმპულსებმა გარკვეული ექსპერიმენტებისკენაც გიბიძგოთ და რაც მთავარია ამ პერიოდში თქვენ ყველაფერი საუკეთესოდ გამოგივათ. ნახოთ როგორ გამოვლინდება ეს ბარათი წყვილებისთვის. მეშვიდე მაღალი არკანი ეტლი. ამ პერიოდში საკუთარ ხელში აიღებთ ურთიერთობის მართვის სადავეებს, კონცენტრირებული იქნებით დაბრკოლებების გადალახვაზე, წარმატებაზე, პროგრესზე, მიიღებთ მკვეთრ და მკაფიო გადაწყვეტილებებს, შეიძლება ნაკლები ყურადღება მიაქციოთ პარტნიორის მოსაზრებებს, მით უმეტეს თუ ისინი რადიკალურად ეწინააღმდეგებათ თქვენსას, თუმცა ბარათების ასეთი კომბინაცია მაინც მიუთითებს ერთობლივ გამარჯვებაზე, წინსვლაზე და დასახული მიზნებისკენ მტკიცე ნაბიჯებით სვლაზე. თქვენი კავშირი ამ პერიოდში შეიძენს მკაფიო მიმართულებას. ეს შეიძლება იყოს რაიმე მნიშვნელოვანი გეგმების დალაგება ან პრობლემური საკითხების ერთობლივი ძალებით, წარმატებით მოგვარება, ასევე თუ რთულ და დაძაბულ ურთიერთობაში იმყოფებით, შეძლებთ გადაჭრათ არსებული პრობლემები და მიაღწიოთ გარკვეულ სტაბილურობას. და ეს არკანიც გულისხმობს მოძრაობას, გადაადგილებას, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ პერიოდში შესაძლებელია ერთად იმოგზაუროთ,
ან ზოგიერთი თქვენგანი ოჯახით წახვიდეთ ემიგრაციაში. ამასთანავე გეტყვით, რომ ბარათების ასეთი კომბინაცია თქვენს წარმატებაზე, გამართლებაზე და ზოგადად აქტიურ და პოზიტიურ პერიოდზე მიუთითებს. რაც შეეხება მათ, ვინც მარტო ხდება ამ პერიოდს, მე-17 მაღალი არკანი ვარსკვლავი, ეს პერიოდი თქვენში გააქტიურებს იმედის, შთაგონების, ოპტიმიზმის, შინაგანი თავისუფლების და ნანატრი ოცნებების ასრულების საოცარ ენერგიას. გარშემო მყოფებისთვის თქვენ იქნებით განსაკუთრებულად მიმზიდველები, იდუმალები და ძალიან ქარიზმატულები. ამ პერიოდში დიდი ალბათობით თქვენს ჰორიზონტზე გამოჩნდება ახალი, ასე ვთქვათ, ბედისწერისმიერი და ძალიან პერსპექტიული ნაცნობობის შანსი, რომელთანაც სავსებით შესაძლებელია სერიოზული და ხანგრძლივი ურთიერთობა წააწყოთ. თავარია იაქტიურეთ, გამოავლინეთ მზაობა ურთიერთობისთვის და თქვენი მონდომება ვფიქრობ წარმატებით დაგვირგვინდება. მე წარმატებებს გისურვებთ და ვნახოთ თვითრეალიზების რა შესაძლებლობებს გპირდებათ ივლისში საქმიანი სფერო. თასების ხუთიანი, ვფიქრობ ამ პერიოდში მოგეცემათ შანსი პროფესიული წინსვლისთვის, თუმცა მნიშვნელოვანია თქვენი მზაობაც, რომ პოზიტიურად გამოიყენოთ ეს შესაძლებლობები. ამ ბარათის ენერგია კი მიუთითებს, რომ ამ ეტაპზე მთელი თქვენი ყურადღება მიჯაჭვულია წარსულ ნეგატიურ გამოცდილებაზე, მაგალითად დაშვებულ შეცდომებზე, ან უკვე არსებულ გარკვეულ მიღწევებზე, მაგალითად თქვენს მიერ მოპოვებულ სტაბილურობაზე და გარკვეულ სტატუსზე და ვერთმობთ იმას, რაც უკვე სინამდვილეში აქტუალური აღარ არის თქვენთვის. აქ შეიძლება იგულისხმებოდეს, რომ მუშაობთ იქ, სადაც უკვე კარგახანია ამოწურეთ თავი, ან შესაძლებელია უკვე ისე გაიზარდეთ, როგორც პროფესიონალი, რომ არსებული სამუშაო პოზიცია ვეღარ აკმაყოფილებს თქვენი შესაძლებლობების მოთხოვნებს. ეს ბარათი ასევე გეუბნებათ, რომ თქვენი არასწორი მიმართულებით მიპყრობილი ყურადღების გამო, გულისხმობ წარსულს, ვერ ხედავთ და ხელიდან უშვებთ ძალიან კარგ შანსებს აქ და ახლა, პროფესიული განვითარებისთვის და კარიერული წინსვლისთვის. ეცადეთ იფიქროთ ამაზე, დაფიქრდეთ თქვენს რესურსზე, ცოდნაზე, გამოცდილებაზე და რაც მთავარია, თქვენი ყურადღება მიმართეთ მომავლისკენ. მეტად გაიაზრეთ თქვენი პროფესიული და კარიერული განვითარების პერსპექტივები და დაინახეთ ის რეალური შესაძლებლობები, რომელიც ამჟამად თქვენს გარშემო არსებობს. მაგრამ თუ თვის ფონურ ენერგიას გავითვალისწინებთ, მე ვფიქრობ, რომ თქვენ შეძლებთ დაძლიოთ ასეთი გამოწვევები და ჩემი აზრით სწორედ ივლისი შეიძლება გახდეს გარკვეული ათვლის წერტილი თქვენი ახლებურად გააქტიურების და მეტი თვითრეალიზებისთვის. თუმცა ვნახოთ, როგორ გამოვლინდება ეს ენერგია დასაქმებული პირებისთვის. მონეტების მეფე, ბარათების ასეთი კომბინაცია მიუთითებს, რომ თქვენ საუკეთესოდ ფლობთ თქვენს პროფესიას, არა მხოლოდ ცოდნის და გამოცდილების სახით, არამედ პროცესების მართვის თვალსაზრისითაც. კმაყოფილი ხართ მიღწეული შედეგებით, სარგებლობთ კარგი რეპუტაციით, როგორც მაღალკვალიფიციური პროფესიონალი და მიუხედავად ამისა, მაინც განაგრძობთ განვითარებას, შესაძლოა ეუფლებით ახალ ცოდნას, ახალ ტექნოლოგიებს ან მომიჯნავე პროფესიებსაც. ივლისის განმავლობაში თქვენ ადვილად შეძლებთ თავი გაართვათ ყველა საქმიან ამოცანას და საჭიროების შემთხვევაში ადვილად შეძლებთ გარშემო შემოიკრიბოთ თანამოაზრეთა გუნდი უფრო დიდი მიზნების მისაღწევად. მათთვის კი, ვინც ამ პერიოდს სამსახურის გარეშე ხვდება, ხმლების 6-იანი, ამ პერიოდში მაღალია თქვენი დასაქმების შანსი, ეს ბარათი მიუთითებს კრიზისული ზონიდან გამოსვლაზე და მნიშვნელოვან გაცნობიერებაზე. შეიძლება ამ პერიოდში შეიცვალოთ დამოკიდებულება დასაქმებასთან დაკავშირებით და ეს დაგეხმაროთ სამსახურის მოპოვებაში ან კონკრეტული ადამიანის დახმარებით შეძლოთ სასურველი მიზნის მიღწევა.
ასევე ეს ბარათი შესაძლებელია გულისხმობდეს, რომ სამსახურს სხვა ქალაქში ან სხვა სფეროში იპოვით, ან ისეთ სამუშაო წინადადებას მიიღებთ, რომელიც თქვენგან მოითხოვს ძველ მიდგომებზე და ძველ მეთოდებზე უარის თქმას და ახალი ტექნოლოგიების ათვისებას. თუმცა აქვე გეტყვით, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის მშვიდი და ძალიან პოზიტიური წინსვლის და განვითარების ენერგია. ასე რომ ნუ დაფრთხებით, პირიქით, მაქსიმალურად მიმართეთ თქვენი ძალისხმევა დასახული მიზნების მიღწევისკენ. მათთვის კი, ვინც თვითდასაქმებულია ან საკუთარ ბიზნესს მართავთ, თასების 10-იანი ეს ენერგია უდიდეს ემოციურ და მატერიალურ კმაყოფილებას, სტაბილურობას, გუნდურ ერთობას და დიდ წარმატებას გპირდებათ. ამ პერიოდში თქვენს საქმიან სფეროში ურთიერთობები თანამშრომლებთან, პარტნიორებთან და კლიენტებთანაც დაფუძნებული იქნება აბსოლუტურ ნდობაზე და კეთილგანწყობაზე. შეიძლება გაიზარდოს თქვენი ცნობადობა ბაზარზე და შესაბამისად მოთხოვნაც თქვენს პროდუქტზე ან სერვისზე გააჩნია, რომელ სფეროში მოღვაწეობთ და ეს პერიოდი მოგიტანთ მნიშვნელოვანი სტაბილურობის განცდას, სერიოზულ ფინანსურ პერსპექტივებს და მიღწეული შედეგებით უდიდეს შინაგან სიხარულს და კმაყოფილებას. რაც შეეხება თქვენს ფინანსებს ივლისში, ხმლების 4-იანი, გირჩევთ ეს პერიოდი კეთილგონივრულად გაიაროთ ფინანსებთან მიმართებაში. მოერიდეთ გადაჭარბებულ ხარჯვას და ზოგადად გამოიჩინეთ ეკონომიურობა. ამ პერიოდში შესაძლებელია მოხდეს ჩარიცხვების გადავადება, ან სულაც აღმოაჩინოთ, რომ თანხას, რომლის მიღების მოლოდინი გქონდათ, რაღაც მიზეზით ვეღარ მიიღებთ. ამიტომ მაქსიმალურად აკონტროლეთ საკუთარი ბიუჯეტი და კარგად გათვალეთ თქვენი შემოსავლები და ხარჯები. არა მხოლოდ მიმდინარე პერიოდში, არამედ სამომავლოდაც. ნახოთ რა რჩევას გაძლევთ სამყარო ამ პერიოდისთვის. ხმლების ტუზი. სამყარო გირჩევთ, რომ დროა გათავისუფლდეთ ყოველგვარი ეჭვისგან, ილუზიებისგან და წარსულზე დარდებისგან. და ამ პერიოდში იმოქმედოთ მეტი სიცხადით, მკაფიოდ, თამამად, მიიღეთ მტკიცე და კარდინალური გადაწყვეტილებები, ჩახედეთ რეალობას თვალებში, თქვით თქვენი სათქმელი პირდაპირ, დაუსვით წერტილი გაურკვევლობას და გაიკვალეთ გზა ახალი მიზნებისკენ. სწორედ ასეთი ინტელექტუალური სიმკაცრე, ნებისყოფა, შემართება და შინაგანი სიმართლის შეგრძნება მოგიტანთ წარმატებებს და გამარჯვებას ივლისის განმავლობაში. ასეთი იყო 2026 წლის ივლისის ტაროსკოპი თევზებისთვის, ვისაც გსურთ მიიღოთ უფრო კონკრეტული პასუხები ინდივიდუალურად თქვენთვის საინტერესო შეკითხვებზე გელით პირად კონსულტაციაზე, მომწერეთ. ჩემი ყველა საკონტაქტო ინფორმაცია განთავსებულია ვიდეოს ქვემოთ ინფობოქსში. თუ მიღებული ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო იყო, გთხოვთ მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი და აუცილებლად დამიტოვეთ კომენტარები, რამდენად რეზონირდა მოცემული ინფორმაცია თქვენთან. გახსოვდეთ, რომ თითოეული თქვენს მიერ გამოვლენილი აქტივობა მნიშვნელოვანი მოტივაციაა ჩემთვის, კვლავაც მოგაწოდოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია. უსმინეთ სამყაროს ხმას არხზე Vox Universum, გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით. მომავალ შეხვედრამდე.